სარფისკენ მიმავალი გზა და თქვენ იცით რომ აი გზის პირა რესტორნები ძირითადად თურქული ლოკანტებია და ეხლა გვინდა გადავიღოთ თურქული ჩაიხანა, რომელიც აი ძალიან არ მოგვეწონა და ერთი უნდა ვნახოთ თუ რა ხდება სამზარეულოში. აი ახალი ხორცის დამუშავება მიმდინარეობს, ხორცი არის ფანტასტიკური. აი რას ქვია ახალი ხორცი. მაგრამ ხორცი აქ მუშავდებოდეს და აქ სიგარეტს ეწეოდეთ. რატო ეწევით? რაც შეეხება კიდე ტილოებს, ტილოები არ უნდა იყოს მაგიდის საჭრელებზე არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის არის ბაქტერიებით სავსე და ბინძური ტილო და ეს უნდა იყოს სუფთა ტერიტორია. ზეც რაც შეეხება თვითონ კონტეინერი შავია, ზეთი შავი არ არის. ზეთი არის კარგი, გამოცვლილი, ნორმალური სანდო. რა არ არის სანდო? დაფა. დაფა მოგწონთ? თქვენ თვითონ მოგწონთ ეს შავი გაუბედურებული დაფა? ამას უნდა გადაფხეკვა, ამას უნდა გადასწორება, რომ აი ამ ნაპრალებში არ გროვდებოდეს ბაქტერიები და ეს შავი ცხიმი არ ედებოდეს მე ასეთ არაჩვეულებრივ ხორცს. არ გეცოდებათ? გარეცხა, მაგრამ რა გარეცხა? გუში თქვენ გარეცხი, ამას უძახი, აი ამას ეძახი. ხორცი დადებული მოხდება. ხორცი რა შვაშია, ბატონო, შავია. ხორცი რა შვაშია. ესო საჭვაში მოხვდება, იმას ვინ შეჭამს? კი შეჭამენ, იმიტომ რომ არ იციან. კონდენსატის შესახებ რამე გსმენიათ საერთოდ? ბუზების საწინააღმდეგო ბადეები რომ უნდა იყოს, არ იცით? რომ უნდა გააკეთონ, მეც ვიცი, რატო არ აკეთებენ? რა ვიცი, ჯერ სეზონი ახლა მოვიდა და სეზონი ტურისტების სეზონი მოვიდა. ეხლა თორე ბუზების სეზონი დიდი ხანია მოსულია და თავისუფლად ნავარდობენ და თავისუფლად შედიან თქვენთან. აი და შეხედეთ, აი წვეთავს პირდაპირ და აქ მიმდინარეობს ღია პროცესი. ეს არის კედელი, აი ეს რომ უნდა გაირეცხოს, ხო იცით კედელი? და ყველაფერს ეწებება აბსოლუტურად. ეხლა ნახეთ, ზევით მტვერიც მიწებებულია იმაზე გამწოვზე, ჯაჭვები რას გავს, ჭერი რას გავს და კედელზე საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი. როგორ არ მუშაობს? სანელებლები გაქვთ, პროდუქტი გაქვთ სავსე და ესა გაქვთ, ხორცი გაქვთ და რას ქვია არ მუშაობს და ჩაისაკეთებთ. აქ შევიხედოთ, შენ შემოგევლე. თუმცა ეგერ არ ლაგებენ კედლებს და აქ ვინ მიალაგებს? ეხლა რა პრობლემაა? ამას რო არ მიალაგებენ ფაქტი. აგერ შევიხედოთ კიდე ქვევით რა მდგომარეობა, ანუ იქაც რა თქმა უნდა იგივე. ნახოთ. აი იქ ნახეთ, ის იცით რა არის? ის არის, აი ალბათ მღრნელები იკეთებენ ბუდეს. აი ნახეთ? აი მაშინ არის ისეთი სიტუაცია იქ. თუმცა იქნება, იმიტომ რომ იმდენი ღიობია. არა, ადამიანი ისეთ ბუდეს არ იკეთებს, ბატონო, მაგას მარტო მღრნელი იკეთებს მასეთ ბუდეს, აი. ნახეთ? ეს კარაქი როდინდელია. არ ვიცი, დღეს გასცემ ხუხნალებს. დღეს თუ გახსნით, დღეს მოახერხეთ ეს ყველაფერი, კაცო. დღეს რა უბედურება კიდე, რამდენ სიგარეტს ეწევით, რას ეწევით? ფილტვას მაინც, კაი, ხავს არ უფრთხილდებით, ფილტვას მაინც არ უფრთხილდებით? ეს არის უკვე ამ კაფეს ტერიტორია. მოუწესრიგებელი იატაკი, ავეჯი, ერთად შეყრილი. ადამიანები სადილობენ და ხელს არ შეუშლით და არ გადავიღებთ, უბრალოდ ვნახოთ აქ რა ხდება. ნაგვის დიდი სათლი დგას. ეს ალბათ მაყალია. ძალიან მოუწესრიგებელია, ნახეთ როგორი აქანდაზია. ნახეთ როგორი ჭუჭყიანი შეხებაც კი არ მინდა, ყველაფერი ძალიან ჭუჭყიანი და დაჟანგულია. აი ესეც რაღაც ჭუჭყიანი ზედაპირია. არ მომწონს ძალიან, თუმცა აქ ადამიანები საჭმელს მიირთმევენ, ჩვენ არ შევაწუხებთ, არ გადავიღებთ. აქ შეგიძლიათ დაიბანოთ ხელები თუ გაბედავთ. ორი დარბაზია, ერთი ღია ვერანდაა და მეორე შემინულია, თუმცა აქ სიგარეტს ეწევიან და არ ვიცი, ნებადართულია თუ არა აქ სიგარეტის მოწევა, იმიტომ რომ ერთის მხრივ ფანჯრები იღება, მეორეს მხრივ დახურული სივრცეა და კანონით აკრძალულია დახურულ სივრცეში სიგარეტის მოწევა. საქართველოს კანონმდებლობით ესია. აქ არის რაღაც დამტვერილი ჭუჭყიანი დიდი ვენტილატორი, ყველაფერი არის ძალიან დამტვერილი. ხელსახოციც კი არ არის ძალიან სუფთა. აი რაღაცნაირია.
ყველაფერი ძალიან ჭუჭყიანია. აი აქ ნახეთ. კიდე უარეს და მინა არის ძალიან ჭუჭყიანი. აი თვითონ ეს ზედაპირებით ყველაფერი. უფ. წამოვიღე ჭუჭყიან, ბარემ ხო არ გავწმინდო. ნახევარი განაკვეთი დამლაგებლად. აქ გითხარით სიგარეტს ეწევიან, ძირითადად თურქი მძღოლები ჩერდებიან ტრაილერებით, იმიტომ რომ ეს არის აი თურქული დომინო, არ ვიცი ზუსტად რა ქვია ამ თამაშს, მაგრამ ყველგან არის. თუმცა ისეთი აი იმისიც გადასაფარებელიც კი ჭუჭყიანია. ეს გახსნეს სამზარეულო. ეს დღევანდელი არ არის. ეს გუშინ გაკეთებული სალათაა. საშინელი სუნი იცის ყველმა. ჩვენი არაჩვეულებრივი სულგუნი რა დღეშია მოყვანილი, ნახეთ. აჰა, აკროლებული, აშმორებული ყარს. აი, ეს ნახეთ. ეს ნახეთ. აჰა, თურმე ობი განსაკუთრებულ არომატს აძლევს საკვებს. ძალიან მწუხვარ და ძალიან აი ბრაზდები, როდესაც აი ასე ექცევიან მომხმარებას. ნამდვილად არ სიამოვნებს ხელის მოკიდი. აქ არაფერზე, მაგრამ აი ესაა დღეს გახსნილი. ზეთი გაუთავდათ უკვე, ნახეთ, დღეს გახსნილი. და ნაგვისყუთი რას გავს, ნახეთ, ნაგვისყუთი უნდა ირეცხებოდეს და სუფთავდებოდეს ჩვეულებრივად. აი ნახეთ მტვერის რაოდენობა, მტვერია ყველგან. აი სისუფთავე აქ არ ბინადრობს ნამდვილად და აი ეს მაინტერესებს, ეს ვითომ ნატურა რო არის, ეს არ არის საშიში რო ჩამოვარდეს და ვინმეს თავში მოხვდეს? მოჭრილი ბოთლია, რა თქმა უნდა. ესეც ძალიან დამტვერილი და ჭუჭყიანია, ვენტილატორები ყველა ჭუჭყიანი. არავის არ აწუხებს, მე მგონი, აქ ზის ხალხი და ჩვეულებრივად მიყურებენ ძალიან გაკვირვებულები, რომ აი რა მოხდა? მაგრამ კვების ობიექტია, მოხდა ის, რომ კვების ობიექტზე არ არის სისუფთავე, არის ძალიან ბევრი მტვერი, აბლაბუდა. აღარ საუბრობ უკვე სამზარეულოზე. თურქული ჩაიხანა, ესე ქვია ამ ობიექტს. თურქული ჩაიხანა ახალ სოფელში გზის პირა ლოკანტაა, ხო შეიძლება ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ძირთად თურქული კერძებია. აი ცხვრის ხორცი არის საოცარი, აი სუნთქავს ძალიან კარგი ცხვრის ხორცი. ეს ბაკლები, იმიტომ რომ ცივი მიუტანოთ, ლუდი ცივდება, ხო? კი ბატონო. მაგრამ აი ბაკლებთან იყოს ასე პროდუქტით ჩაწყობილი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს უნდა იყოს ცალკე და ზევიდან სვენა არ უნდა მიმდინარეობდეს. ხინკალი როგორც მინიმუმ უნდა იყოს კონტეინერში რამეში და ასე არ უნდა იყაროს და მე არ უნდა იხარშებოდეს. ან გადაყავთ. ამას მაგალითად მე გადავყავ. გადასაყრელია, აბა რა არის? ბევრი რამეა თქვენ ობიექტზე სამწუხაროდ გადასაყრელი. სხვათა შორის ჩემი ძვირფასებო, აი ამ ხელა ხინკალი რო არის გამოკრული აქ რეკლამა, იცოდეთ რომ ხინკალს აქ გაყინოს მოგაფრთხილოთ. ნახოთ ის მეორე ლოკაციაც, ანუ ამავე კაფეს მეორე დარბაზი. აი აქაც საშინელება ხდება. აი ყველაფერი ძალიან ჭუჭყიანია. იცით რა არის? არ მუშაობთო და აგერ ბატონო ნამწვავებს, სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლე, ხო? ესე იგი იჯდა ხალხი აქ სიგარეტს ეწეოდა და ნარჩენები, ნახეთ, რამდენი საჭმელის ნარჩენია, შეხედეთ, აი კამერას თუ გამოჩნდება, სულ საჭმელების ფუნჩხები და ნარჩენებია. იყენებენ ჩვეულებრივად ამ სივრცეს სტუმრებისთვის და ხალხი მოდის და აქ ფულს იხდის. აქაც ნაფერფლია და ასე შემდეგ. რაღაცა ტილოებია. აი მტვერის სუნი დგას, დაიჯერებთ? აი მე მტვერის კი არა, ტუალეტია იქ. საპირფარეშოა, მაგრამ ისეთი სუნი მოდის, რომ დამაგდო. ვინმე მიშველეთ ახლა როგორ უნდა შევიდე იქ? მე იქ ვერ შევალ. მე არ შემიძლია, მე ვინმე უფრო მყარი ნაკლებად ემოციური ადამიანი, ვინ მიშველის და ვინ შევა იმ საპირფარეშოში, ვინ შევა იმ თურქული ჩაიხანას საპირფარეშოში. ლიზამ გაიქცა და იძულებული ვარ მე გადავიღო, თუმცა არ ვიცი აქ რა მეშველება. ეთიცადეთ კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, შედეთ ყარს აკაურობა, ნახეთ. ეს რა არის, არ ვიცი, ფეხის წვერებზე გავივლი. ფუფ. მოდით, ნახეთ, მოდით, ბიჭებო, უცებ შემოდით და უცებ გავიდეთ, თორე დავიხჩვი. აი ეს ნახეთ, რა საშინელებაა.
აჟინელი სულია. ნახეთ. სულ ობიარი. ხოდაშურის გერმანელებს ჰქონდათ ესეთი წამება. პატიმარს დაიჭერდნენ და რო უნდათ რომ რამე ეთქვა და არ ამბობდა. შარც უდებდნენ და ის რო ყროლდებოდა ვერ უძლებდა და ყველაფერს ამბობდა. ყველაფერს ვიტყვი, ოღონ აქედან გავამათრიეთ.